სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალ დაგასროთ გვინდა სულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ჩვენ წავიკითხეთ სახარება, რომელი სახარებას საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენ ცხოვრებაში, თუ როგორი უნდა იყოს მეგობრობა, თუ როგორი უნდა იყოს გვერდში დგომა, თუ როგორი უნდა იყოს თანაგრძნობა და ამ ყველაფრის გარეშე ქრისტიანი ქრისტესთან ახლოსაც არ ემყოფება. ამ ყველაფრის გარეშე ადამიანი ძნელია საერთოდ იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომაც თუ კი კარგად დავაკვირდებით ჩვენ აი ამ დღევანდელ სახარებისეულ მოვლენას, არ მინდა რომ ჩვენთვის ეს დარჩეს რაღაცა შორეული ისტორია, რომელიც გარკვეული საუკუნეების წინ აღესრულა ვიღაცას, ამისი მართლა ესე ჯერა და სწამს. წაიკითხავს სახარებას და განაეჭვის შეეპარება სახარებისეულ სიტყვებში. ნამდვილად ასე იტყვის, რომ კი ყოფილა თურმე ასეთი შემთხვევა, რომ დავრდომილი კაცი იყო, რომელიც 4 კაცმა საკაცით მიიყვანეს, ქრისტესთან ახლოს რო ვერ მივიდნენ, ამიტომ სახლის სახურავი ახადეს, ზემოდან თოკები ჩაუშვეს და ქრისტემ უთხრა მას, რომ შენ მოგეტევა შენი ცოდვები. იქ ხალხმა თვითონმა დაიწყო, რომ ეს ვინ არის ასეთი, რომ ცოდვების მიტევება შეუძლია. ამის მერე ეუბნება, რომ რა უფრო ადვილიაო თქვაო, რომ ადექი და წადიოდ, ის არა ქვია, მოგეტევა ცოდვებიო თუ განკურნებული ხარ და ადექი და წადიო და რომ ეჭვი არ შეგეპარობათ, რომ ორივე შეიძლება მაქვსო, ამიტომ გვეუბნები ამავატყობს, რომ უნდა ადგეს და აიღოს თავისი ცხედარი და მართლა წამოდგება ეს დავრდომილი ადამიანი და წავა. ის ადამიანები საერთოდ არ ჩანა, რომლებმაც მოიყვანეს. ისინი კი არ მივიდნენ, ვერ მივიდნენ ქრისტესთან, ვინც მისაყვანი ყავდათ, ის მიიყვანეს. აი ესეთია შინაარსი და ამ შინაარსს რომ წაიკითხავს, არის ადამიანი, რომელსაც ჯერა, რომ ნამდვილად ეს ამბავი შეიძლება ესე მომხდარიყო, მაგრამ ერთია რომ გჯერა და მეორეა რომ სახარებისეული თითოეული საკითხავი პედაგოგიკაა. ქრისტე რაღაცას გასწავლის, შემთხვევით არ არის დაწერილი, შემთხვევით არ წერია იოანეს სახარებაში, რომ ყველაფერი რაც მან ჩაიდინაო, ის რომ დაწერილიყო, ვერც ერთი მსოფლიო წიგნები ვერ დაიწერდა ამას. რატომ წერია ეს? იცით რომ ის დაიწერა რაც აუცილებელი იყო. ეს აუცილებლობა შენ გაძლევდეს უნდა იმის განცდას, რომ შენ რამდენად ახარ ყოველივე ამაში ჩართული. რატომ მომდევი ახლა ეს ამბავი? იცით რომ ესეთი რამ რომ გააკეთო, პირველ რიგში შენ თვითონ უნდა გჯეროდეს. როდესაც შენს ახლობელს უჭირს, არ წაიყვან ისეთ ექიმთან, რომელსაც არ გჯერა, ხო მართალია? აი ახლა რაღაცა გაჭირვება აქვს, არა აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრია თუ ახლობელი მეგობარი და გაიგე ვიღაცა ექიმი, თუ არ გჯერა, რომ იმ ექიმს მისი განკურნება შეუძლია, არ გამოიჩენ ასეთ შრომას არავითარ შემთხვევაში. ასეთ ტანჯვას არც ამ ავატყოფს არ მიაყენებ, რომ დავრდომილი კაცი საკაცით ატარო, მოგეხსენებათ, ეხლა დღევანდელ დღეს ტექნიკა ისეა განვითარებული, შეიძლება ვერც კი იგრძნოს, გადაადგინა მაშინ ეხლა ფეხით და რითი ატარეს კიდე კაცმა არ იცის, 4 კაცმა მხარზე შემოდებული ეს ერთი დავრდომილი ადამიანი, რომ იქამდე მieყვანა. და იქ რომ ვერ მიაღწიეს, კიდე სახურავი რომ ახადეს და ზევიდან ჩამოვიდა. რამხელა რწმენა უნდა გქონდეს ამის. ანუ დავიწყოთ ჩამონათვალი. პირველ რიგში შენ უნდა გჯეროდეს, რომ ყოვლის შემძლეა ქრისტე ღმერთი და მას შეუძლია განკურნოს. არის კიდე მეორე და აუცილებელი პირობა, რომ შენდობა სანამ ქრისტე მისცემს მას შენდობას, შენ უნდა გქონდეს მისთვის შენდობა მიცემული, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ამ კაცის განკურნება ასე იწყება. მას ხო არის, მას არაფერს არ ეკითხება, ხო არის დიალოგი იმართება რმასთან, თქვა ვიღაცასთან, რა გნებავს რომ გაგიკეთო, ასე შემდგომ უამრავ მაგალითს დავასახებ. ამას არაფერს არ ეუბნება, საერთოდ ეთყობა იმდენად დავრდომილი მარტო ხელფეხ წართმეული კი არ არის, ეთყობა მეტყველებად წართმეული ადამიანი. ამიტომ პირველ სიტყვას ასაც ამბობს, ნახეთ, მოგეტევოს შენი ცოდვები. როგორც ჩანს, მას ეს რაც ჭირს, ცოდვების გამო ჭირს. ამიტომაც რატომ გითხარით, რომ შენდობა აუცილებელი? შენდობის გარეშე თუ ამ ადამიანს არ პატიობს შენ რაღაცას, ამხელა გზაზე საკაცით ვერ წაიყვან.
და ამ შენდობის გარეშე შენგან თუ არ იწყება ეს შენდობა, ქრისტესთან არ მიიყვან და ქრისტესთან არ მისულს შენდობა არ ეძლება. ვისგან უნდა მიეცეს სხვისგან შენდობა? იწყება შენგან და შენგან მიყვანილი ქრისტესგან, მერე ქრისტე აძლევს მას შენდობას. რასაც არ ითხოვს ადამიანი და რის ითხოვნაც არ უნდა, ის ძალით მას არ მიეცემა. ამიტომაც მიყვანება მისი იქ იმ ადგილას დასტური იყო უკვე იმისა, რომ ითხოვდნენ ისინი შენდობას და თვითონ უკვე მიცემული ჰქონდათ შენდობა. ეს მეორე აუცილებელი პირობაა. პირველი რწმენა და დაჯერება, მეორე აუცილებელი პირობა არის ის, რომ შენ შენდობას აძლევ მას. მესამე და აუცილებელი პირობა არის ის, რომ ზარმაცი არ უნდა იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება გულით გინდოდეს, მაგრამ დილით ადრე გვერდი შეიბრუნო ლოგინში, რომ ეს დღეს არა, ხვალ. კარგი სიტყვა ხო გვაქვს ესეთი, ხვალ, ორშაბათს. აი ეს მესამე ის უნდა გქონდეს, რომ არ უნდა დაგეზაროს, უნდა გააკეთო ეს ნამდვილად ასე უნდა გააკეთო. და მეოთხე და ყველაზე კიდევ მთავარი, რომ შენ კი არ უნდა გადახტე იქ წინ. ხო შეიძლებოდა იმსახურავიდან ეს სანამ ამას ჩამოვიდეს ერთ-ერთი ჩამოხტარიყო და ეთქვა, რომ იცით ესეთი პრობლემა გვაქვს, კაცი ყავს, სუდათ არის, რაღაც არა. შენ კი არ უნდა წარმოჩნდე იქ. ის ადამიანი უნდა მიიყვანო ქრისტესთან. ის ადამიანი უნდა გააცნო ქრისტეს, რომელსაც შენდობა სჭირდება და რომელსაც განკურნება სჭირდება. იცით არსებობს ესეთი რაღაც ჩვენში ჩაბუდებული ესეთი ხასიათი, რომ ჩვენ შენდობას უცხო ადამიანებს უფრო მარტივად ვაძლევთ, ვიდრე ახლობლებს და ნაცნობებს. ხო მართალია? ვიღაცა მეხლა ავტობუსში ფეხზე დაგაბიჯა, ბოდიში მოგიხადა, რომ ხა წავიდა, ემა დავიწყებული გაქვს ეს ამბავი, ხა ბაზარში მემწვანელეს ეჩხუბე ფასის გამო თუ რა. ხომ ჩაიარა ამ ამბავმა ეს. აბა მეგობარმა გაწყენინოს იგივე. ამბობ რომ მას ვერასდროს ვერ ვაპატიებ. ესე იგი ახლობელს ვერ პატიობ იმას, რასაც შორებას ძალიან ადვილად ივიწყებ და ძალიან ადვილად პატიო. ამიტომ აბა დაფიქრდით, რაოდენ საჭიროება, რაოდენ აუცილებლობა ამისა, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგვანს რაღაცა გარკვეული უძლურება გვაქვს. ჩვენს მეგობრობაში ესეთი უძლურება, ესეთი დავრდომილება ძალიან ხშირად წარმოჩინდება. და თუ არ იტვირთებს ამ ჩვენს უძლურებას ადამიანი, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ? თუ შენდობას ვერ მივიღებთ მისგან. ამიტომაც ეხლა თქვენს გულებში თუ ვინმე სახელმა ან სახემ გაიელვა, პირველ რიგში შენდობა მიეცით მას. ამიტომაც, როდესაც ამბობს ადამიანი, რომ ეს ჩემი ყოფილი მეგობარია, იცოდეთ, რომ ეს ადამიანიც შეცდომილია, ცდომილებაშია და რატომ იცით? საკუთარ თავში არ ეძებს პრობლემას. ვიღაცაზე, როდესაც იტყვის, რომ ეს ჩემი ყოფილი მეგობარია, რატომ იმას არ ამბობს, რომ მე ვარ მისი ყოფილი მეგობარი? შენ თუ არ მიგიცია შენდობა, ყოფილი მეგობარი იქნება, რა თქმა უნდა, ის არასდროს და ვერასდროს ვერ შემოუერთდება შენ სამეგობროს. მაგრამ თუ კი შენაძლევ შენდობას, ამას არასდროს არ იტყვი, რომ ის ჩემი ყოფილი მეგობარი. შენ იტყვი, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ის თუ არ გაძლევს შენდობას, მაშინ იტყვი, რომ მე ვიყავი მისი ყოფილი მეგობარი და ღვთის წინაშე მართალი იქნება, როდესაც შენ ეს ყველაფერი გაცემული გექნება მისთვის. ამიტომაც ამ სახარების მოსმენის შემდგომ დღევანდელ დღეს არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს, ცოტა მხარი რო არ სტიოდეს. რას გულისხმობ იცით ამ მხარის ტკივილში, რომ აი ასე მხრით ვიღაცა უნდა ყავდეს მოყვანილი აქ და შენ კი არ უნდა წარმოჩინდე ქრისტესთან. უნდა გქონდეს ამისი შეგნება, გაბედულობა, მიტევების უნარი და თქვა, რომ ღმერთო ის ადამიანი, დავრდომილი ადამიანი, განკურ, ესე უნდა მოიყვანო მისი სახელი ქრისტემდე, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია ამ ადამიანის მოყვანება, როდესაც იცი, რომ მას გონება არეული აქვს, რაღაცა უბედურებებს ლაპარაკობს, უბედურება სწავლებაშია, ან უბედურება რაღაცა ზნეობრივ გარყვნილებაშია შეიძლება ჩავარდნილი, ამ დროს შენ რას აკეთებ? გადმოდგები და იტყვი, რომ ვინ არის ეგ დაიკარგოს აქედან, რეებს აკეთებს, რას ეცდომებს უშვებს? აბა ერთი მხარზე შემოიდე და ქრისტესთან მიიყვან. ჩვენ ეს ადვილია ძალიან ესაკაცე შორს მოისროლო, იმიტომ რომ ძნელია ეს სატარებლად. ძალიან რთულია სიცხეში და პაპანაკებაში ეს საკაცე თანატარო და ქრისტემდე მოიყვანო. მაგრამ ეს საკაცე შენს გონებაში გამუდმებულად ესე უნდა იყოს. მოხვედი ქრისტესთან. უნდა ევედრებოდე მას, რომ ჩემი მოყვასი, ჩემი ახლობელი, იგივე ჩემი შვილი, ქართველი ადამიანი
ასეთ მდგომარეობაშია მართლმა დიდებელი ან იყო ან არ ყოფილა არასდროს ასეთ გასაჭირშია ასეთ ზნეობრივ დაცემულობაშია ან ასეთ რაღაცა მწვალებულ აზროვნებაშია და ქრისტეს წინაშე უნდა წარადგინო და უნდა თქვა აქ ქრისტის ვიკრიბებით აბა ჩვენი ლოცვა აქ რა არის რომ მოხვედი და ღმერთო მე მინდა რაღაცა მე მინდა არა აი ესე ლოცულობს ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი რომელიც აქ დადგება რომ ღმერთო ყოველი კეთილი თხოვა შეუსრულე აქ მოსულ საზოგადოებას ასე იწყებს თავის ლოცვას და შენ რომ ყველაზე ლოცულობ ის ყველა შენზე ლოცულობს ამით იქმნება ეს ერთობა სადაც 2 და 3 შეიკრიბებით ჩემი სახელით მე თქვენთან ვარო რომ ამბობს ქრისტე 2 და 3 კაცი შეიძლება შეიკრიბოს ქრისტეს სახელით მაგრამ ერთმანეთთან კავშირი არ გქონდეთ იმიტომ რომ ყველა თავისას გაიძახოს ინახავთ ალბათ ის რაღაცა მაღალი ლოცვები რო არის ყველა თავისას რო გახვირის და რაღაცა თავებს რო ურახუნებენ ხოლმე კედელს ყველა თავისას რომ გახვირის მაგრამ ერთობა მაშინ არის როდესაც შენ ამისი თქმა შეგიძლია ღმერთო ყველა კეთილი თხოვა შეუსრულე აქ მყოფ ადამიანებს ამის შემდგომ ლავიტყვი იმას რომ ვისაც ესეთი პრობლემა აქვს ვის ესეთ დავრდომილობაშია სულიერად ან ხორციელ დავრდომილს რა უჭერს თუ კი გონებას აღიავს და ითხოვს ქრისტესთან ურთიერთობას წაიყვან მოძღვარ სახლში და იქ ეზიარება და სხვა საიდუმლოებებიც იქ ჩაუტარდება მას მაგრამ სულიერად დავრდომილი როდესაც არის ადამიანი და მისი ტვირთვა არ გინდა დანახვა არ გინდა და ამბობ რომ არაფერი საერთო აღარ მაქვს მაგასთანო მაშინ რა უნდა ეკნათ იმ ადამიანებს ვინიც ის იქნება სწორედ ამ 4 კაცის წინაშე კონდა მას ყველა ის დანაშაული ჩადენილი რომლის გამოც ქრისტე ეუბნება მას რომ ღმერთმა მოგიტევოს ყველა შენი შეწოდება ვინიც ის იქნება და ასე იქნება და როგორ აწენინა მან თავის მეგობრებს მაგრამ შენი ქრისტიანობა შენი ადამიანობა სწორედ ის თანაგრძნობა როდესაც მას ეუბნები რომ არა მე ვივიწყებ ყველაფერს როდესაც მას ასე დავრდომილს ხედავ და მზად ვარ ბეჭზე დადებული ვატარო მთელი ცხოვრება სანამ მას ქრისტე არ განკურნავს აი ამ უბედურებისგან ასე რომ მოსული ხარ აქ ადამიანო გაგახსენდეს აი ვინც სინდისმა ეხლა წარმოაჩინა შენს გონებაში მისი სახელი ან სახე გაგახსენდეს და ყოველთვის ქრისტეს წინაშე სანამ შენ საკუთარ თავს და შენ საკუთარ სათხოვარს წარადგენდე ყოველთვის ის წარადგინე იმიტომ რომ ისინი არც კი გამოჩენილან სახარებაში არსად არ არის მითითებული რომ ამის შემდგომ მაინც ჩამოვიდნენ და ქრისტეს ეჩვენენ ან ამის შემდგომ ჩამოვიდნენ და რაღაცა დიალოგი გაიმართა არ წერია არაფერი მათ თავიანთი მისია ასე აღასრულეს რომ სჯეროდათ წამდათ რომ ქრისტე იყო მაკურნებელი და ქრისტემდე მიიყვანეს ის ვისაც ესჭირდებოდა ისინი თავისთავად უკვე იმ სიმაღლეზე იმყოფებიან განკურნება მათ არ სჭირდებათ იმიტომ რომ როდესაც გჯერა და გწამს ქრისტე რომ ღმერთია და ყოვლის შემძლეა აღარაფერი კურნება არ სჭირდება შენ კურნება სჭირდება მას ვისაც აქამდე არ მისულა ვინც აქამდე არ მისულა და ხშირად ჩვენ პირიქით ვიქცევით როგორც კი ადამიანს შეცდომას დაინახე რომ ორჩა მე საერთო აღარაფერი მაქვს მაგასთან თითქოს და რაღაც გარანტია გქონდეს რომ ხვალ შენ უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება და ხვალ არ დაგჭირდება შენ სხვისი ასეთივე დახმარება ამიტომაც ძვირფასო ჩემო მორწმუნე ხალხო რომლებიც აქ ხართ შეკრებილი ძალიან თხოვთ იფიქრეთ ამაზე ასე შეხედეთ ამ მოვლენას რომ ადამიანს რომელსაც ეშლება თქვენს წინაშე საზოგადოების წინაშე ჩვენი ქვეყნის წინაშე თუ ზნეობის თუ არა აქვს მნიშვნელობა რელიგიის წინაშე ეცადეთ რომ არ უღულებელყოთ ეს ადამიანი ეცადეთ რომ არ გაიქნიოთ შორს ის საკაცე რომელზედაც უნდა დააწვინოთ და ქრისტემდე მიიყვანო არამედ იყოს შენი ლოცვა ნამდვილი იყოს შენი გულმოდგინება ნამდვილი რომ ქრისტესთან წარადგინო ესეთი ადამიანი რომ მანაც გაიგონოს ხმა სანატრელი და სასურველი რომ მოგეტევა შენ ყოველდღე შენი შეწოდებანი და ადექი და განკურნებული ხარ ამინ ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამო